აი ხა ჟურნალისტებზე მინდა კიდე ჩამო. ესე იგი რა ხდება იცით? Რო ესე იგი არ უნდათ გაიკარონ ისეთი პატრიოტანი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, მედიის წარმომადგენლები, გადავიდნენ ეხლა რაღაც საეჭვო რეპუტაციის ადამიანებზე და მათ გამოყენებაზე და მე ცოტა არ იყოს გაკვირვებული ვარ. იმ დღეს ეხლა ვნახე, ვანახოთ ერთი სურათი. ესე იგი დიასპორის ხელმძღვანელი არის დავით ცეცხლაძე რუსეთში და აი ესეთი სტატუსი ვნახე მის გვერდზე. ბევრი ჩამოდის საქართველოდან მოსკოვში სასეირნოდ, რაც ვიზები გამარტივდა. ოღონდ ფარულად თავს არიდებენ სოციალურ ქსელებში ჩვენებას, ქართულ დემოკრატიულ ბულინგს თავს არიდებენ. მერსი სულხანიშვილი ჩამოვიდა და რეპორტაჟიც მოამზადა. ესე იგი, ეხლა მე ბატონ დავითს ერთი რამე მინდა უთხრა. საერთოდ დიდი ხანი ვიკავებდი თავს ბატონ დავით ცეცხლაძეს საუბრისგან, იმიტომ რომ რაღაცის გამო მაინც არ მინდოდა ამ კაცს შევხებოდი მე. ეხლა აი და გეტყვით რატო მაინც. აი ხა ინტერვიუს გთავაზობთ აი ეს მერსი სულხანიშვილი, რომელიც ესე იგი მოსკოვში ბრძანდება აქ ზურაბ წერეთლის სახელობის მუზეუმში და ბატონო დავით ჩვენ მაგალითად მოსკოვში არაერთხელ ყოფილვართ და აი ხა პოზირებს ეს ქალბატონი მერსი იქ და რამდენჯერმე ყოფილვართ და რა ვიცი ერთხელ შეგხვდით მე თქვენ და მე არ მინდა კიდე რომ თლათ ისე ყველა ბოდიში და დავწვა ყველა ხიდი იმისა რომ რაღაცა ურთიერთობები ჩაიშალოს ჩვენ შორის მაგრამ როგორი შეხვედრა გააკეთეთ თქვენ ჩვენს მიმართ ძალიან კარგად მახსოვს. ეს იყო რაღაცა ჩვენი ინიციატივით. მივედი იქ ოფისში, სადღაც მიმიყვანა დანგრეულ ოფისში, რომელშიც რემონტი იყო და მე თხოვე რომ ახლა ვერ მონახა ფართი იმისათვის რომ რაღაც ინტერვიუ შემდგარიყო და მე სადაც ვიყავით განთავსებული იმ რაღაც საპრეკონფერენციო რაღაცა სივრცე იყო სასტუმროში და იქ იმ დარბაზში კაცმა მოსკოვში ვერ მონახა ადგილი რომ მასთან დავლაპარაკებოდით. კაცი რომელიც თბილისიდან ვიყავი ჩასული კონფერენციაზე მიწვეული ვიყავი რუსეთის საელჩოს მიწვევით და ეხა ეს კაცი ორჯერ ვიყავი იმ პერიოდში, როდესაც ფორუმი აი ეს დიასპორის დღე იყო და მთელი ჩვენი სათვისტომები იყო შეკრებილი. ერთხელ არ გასჩენია სურვილი ერთადერთი ტელეკომპანია სეზონი, რომელიც რუსულ-ქართული ურთიერთობებისთვის იბრძვის და მისი აღდგენისთვის. ერთადერთი ტელეკომპანია, რომელიც რუსულ ენაზე მაუწყებლობს. და ჩვენ ვართ ერთადერთი ტელევიზია, რომელიც ასევე ესეოდენ მაღალ შეფასებებს იმსახურებს რუსეთის საელჩოდან, ბელორუსიის საელჩოდან. პირადად ამ დღეებში გახსოვთ, რომ უმაღლე ჯილდო გადმომცა ბელორუსიის საელჩომ, რუსეთის ფედერაციიდანაც ჩვენ არაერთხელ ვძნობთ იმას, რომ აი მიწვევები რაღაც ღონისძიებებზე ყოველთვის ვესწრებით და ეს კაცი ორჯერ ფორუმი ჩაატარა სათვისტომოებს. ერთხელ არ გაჩენია სურვილი აიღო ტელეფონი და ეთქვა რომ მობძანდით რისთვის ატარებთ ამ ღონისძიებებს. და ერთხელ არ გაჩენია ასევე სურვილი ამ ადამიანს რომ ეთქვა იმ პრობლემის შესახებ რაც არის რომ საქართველოში აქვს რომ ანტირუსული კამპანია ეს რომ შეიძლება მძიმედ აისახოს მაგალითად იმ ადამიანებზე სადღაც თქვენ Facebook-ში რო ჩაწერთ ეს კი არ არის ეს უნდა თქვათ სახალხოდ და ის ღონისძიება რო ჩაატარეთ ცეკვა თამაში კარგია კი ბატონო მაგრამ უნდა რეზოლუცია მიგეღოთ იქ სადაც ხელს მოაწერთ და ყველა სათვისტომოს ხელმძღვანელი იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ აზერბაიჯანელები რა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ მას შემდეგ რაც აი სპუტნიკის თანამშრომლები დაიჭირეს ძალიან ცუდ ფორმებში დაიწყო აზერბაიჯანული დიასპორის გარკვეული შევიწროება იმ კუთხით რომ ბიზნესმენების მოვაჭრეების და მე ამ კაცს ვეუბნები აქ რო რაღაცა ეგეთი მოხდეს თქვენ გონია მათ შვიდათ იქნებით იქ კროკოსიჩი რო აფეთქება მოხდა მთელი სადამსჯელო ღონისძიებები წავიდა გარკვეული ადამიანების მიმართ და იქ შეიძლება ვიღაცა შემთხვევითაც მოხდა თქვენ კულტურული ავტონომია კი გაქვთ და კულტურული იმაზე ლაპარაკობთ მაგრამ ვინ გითხრათ რომ კულტურული თემა არ არის ის რომ ხმა აღიმაგლოთ აქ როდესაც ანტირუსული გარკვეული მაგალითად ღონისძიებები ტარდება რომ რუს ტურისტებს უვარდებიან და რუსული დროშა რო იწვის ერთხელ სადღაც Facebook-ში ჩაწერა და ეს ვნახე ჩვენ მაგალითად ჩამოვდივართ მანდ და არც არავის ვემალებით
და არც არავის არ იმავშები და თუ ვინმე ჩამოდის და მე ვიცი არ ეხა რაღაცა ღონისძიება იყო ჩადიან პოლიტიკოსები ესწრებიან რაღაც გარკვეულ შეხვედრებს და მე სიმართლე რო გითხრა თვითონ აი ეს პოლიტიკოსებიც კი ესე იგი ცდილობენ რომ თავი არიდონ. აი ხა ხედავთ აგერ რამხელა ესე იგი დიდი დრო დაუთმო ბატონმა დავითმა ბატონ ქალბატონ მერსის რა ვიცი სხვადასხვა დარბაზებში და ბატონო დავით ვისთანაც საჭიროა იმასთან არ თანამშრომლობთ რაზეც საჭიროა იმაზე არიღებთ ხმას და ეს არ არის ქართული საქმე კონცერტებს ბოდიში და სხვები ჩაატარებენ სოსო პავლიაშვილს და ირაკლი ფირცხალავას არ ჭირდება თქვენი რეკლამა ისინი ისედაც დიდი რეკლამა გააჩნიათ რუსეთში თქვენ უნდა თქვათ რა გაუკეთებია რუსეთს საქართველოსთვის მე გითხარით თქვენ შექმენით რაღაცა რა ვიცი სტუდია გავაკეთეთ ტელესტუდიაო და იმის მერე ეს ტელესტუდიაში არავის არაფერი არ უნაღია რაღაცა დიდი ზამბით ზარზეიმით გახსენით კონცერტების თვითონ აი ეს ჯგუფები გამართავენ ვიც აი ამ ჯგუფების ხელმძღვანელობენ ეს ცეკვისა და ანსამბლის თქვენ თუ კონცერტმეისტერობა გინდათ მაშინ დატოვეთ ეს თანამდებობა და სხვას უბოძეთ იმიტომ რომ აი ერთი მაგალითად რობერტ ცინდელიანი რომელიც არის საპატიო თავმჯდომარე იმისი რა ქვია ვლადიკავკაზში სათვისტომოს ხელმძღვანელი მიმართა მას რომ მოდიო რეზოლუცია მივიღოთო იმისიო რომ საქართველოში ეს ანტირუსული კამპანია რო არისო აი ეს დავგმოთო რომ დაინახოს იმ რუსებმაცო და ეს კაცი საერთოდ დაბლოკეს იმიდან რა ქვია იმ სივრცით და გააგდეს იმ ტელეგრამზე არის ჯგუფი სპეციალური იცით მე ამის თქმა არ მინდოდა მაგრამ აღარ შეიძლება ყველაფრის მოთმენა არ შეიძლება ქართული საქმე აკეთება მარტო კონცერტების გამართვა არ არის ერთხელ ხმა აღიმაღლეთ რაღაცაზე ეხლა იმ დღეს გამოვიდა და მოქალაქეობას არ აძლევენო ჩვენს აი ამ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს და დამოუკიდებლობის დღეს არ აღნიშნავდო ვისებუტებით კი მაგრამ მე შეგიქეთ თქვენ ის რომ პროტესტი გამოთქვით მაგრამ კაცმა საქართველოს უნდა გამოუცხადო თქვენ პროტესტი დამოუკიდებლობას თუ არ აღნიშნავთ ეს ვერ გავიგე ვის საქართველოს უცხადებთ პრეტენზიას თქვენ ხელისუფლების მიმართ გამოთქვით პრეტენზია რომ მოქალაქეობას არ აძლევენ შეიძლება კაცმა ქვეყნის დამოუკიდებლობა არის დღესასწაულოს მოსკოვში სადაც ამას ელოდება მთელი ქართველობა კაცო და მე ეს მერსი სულხანიშვილი რო ჩაიყვან იცით ვინ არის ეს მერსი სულხანიშვილი საერთოდ თქვენ მე ბოდიში და ჩვენ ტელეკომპანიას ვუწევთ იგნორირებას რომელიც აქ არის მართლა მტრის ზურგში ვარ ჩვენ იმიტომ რომ თქვენს კარგად იცით როგორი ანტირუსული აქ არის კამპანია და დღეს აქ საქართველოში თქვენ თვითონაც იძახით ბევრი ჩამოდისო მანდაო და ვერ იღებსო სურათსო და ვერ დებსო იმიტომ რომ ეშინიაო მაგრამ ერთსაც გეტყვით გეთახმებით მაგაში აბსოლუტურად მაგრამ ბევრი რუსეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეა რომელსაც მოქალაქეობა აქვს მე პირადად უმასპინძლე ძალიან ბევრს და ისინიც ვერდებენ აქ საქართველოში რომ ჩამოდიან გადავყევი რამდენიმე ადამიანს რა ვიცი და რო ჩავიდნენ იქა დაინტერესდი შენ ყველგან რო ამ ვიდეოებს და იმებს დებ მეთქი რატო არ დადემეთქი იცი რატო ამათ მაგათაც ეშინია და ეს ისიბრალია იცი თქვენ მე გითხარით თქვენ იმაზე კი არ უნდა ილაპარაკოთ მარტო კონცერტებზე ირაკლი ფირცხალავას თამრიკო გვერწითელზე თქვენი სიტყვა და ის არ ჭირდება რეკლამა თამრიკო გვერწითელი სოსო პავლიაშვილი ჩვენი სასიქადულო მომღერლები რომელიც ჭირდება თქვენს გარეშეც გაიყვალეს გზას გაიყოლავენ თქვენ უნდა შექმნათ ფილმები თქვენ უნდა შექმნათ ესე იგი წიგნები იმის რომ რაც აი იმოქმედებს აქ ჩვენზე რომ საქართველოს რა გაუკეთა რუსეთმა აი ეს უნდა გააკეთო თქვენ იმიტომ რომ დღეს ამ იდეოლოგიებს შორის არის ბრძოლა და რა ვიცი აი ეს ბიზნესმენები რო ყავთ შემოკრებილი რაღაცა ამ კუთხით იმუშავეთ კიდე ერთხელ ვიმეორებ და ეს მერსი სულხანიშვილს რო დაატარებთ ასე ხელის გულზე ერთი განახებთ ვინ არის ეს მერსი სულხანიშვილი რა ვიცი ჩემთვის გეკითხათ მაინც თქვენ ვის მასპინძლობდით აგერ აი ხა განახებთ მეგობრებო ეს არის ის ქალბატონი რომელიც აი გამოდიოდა ავანსცენაზე და ნახე როგორ იქცეოდა რუსეთი ოკუპანტია არ მოგეჩვენათ და ეხა განახებთ კიდე ხელმეორედ რუსეთი ოკუპანტია თქვენ არ შეგექნებათ პრობლემა ბატონო დავით ამის შემდგომ მე ამ ქალბატონს რო უმასპინძლეთ ქალი რომელიც გამოდის და შიშვდება ეხა და რუსეთი ოკუპანტიაო და გაშიშვლებულ მდგომარეობაში აი ესეთ პოზირებს თქვენ მან რომელ ქვეყანაში მოღვაწეობთ მაინტერესებს თუ თქვენ გონიათ
ამას ჩვენ ყველაფერს გავატარებთ. და თქვენ მარტო ეს გაშიშვლება ერთია და ეს ქალბატონი გახლავთ ერთსქესიანი ქორწინების ასევე ერთ-ერთი მხარდამჭერი. ჩვენი ცნობილი ესეთი კარგი ისტორიკოსი ომარ ნიშნიანიძე ყოფილი პარლამენტის დეპუტატი შავ დღეში ჩააგდო ლატენტური გეი ხარო უთხრა სტუდიაში ამხელა კაც უბრალოდ მაგას ეხლა არ გაუშვებ ნახეთ ეხლა აი ვის მასპინძლობს და ვის იღებ თქვენ და თუნდაც მამაც მავლობა და ასე შემდეგ თქვენ გონიათ რომ ეს 21 საუკუნის პრობლემაა თუნდაც გეიწვილები და ასე შემდეგ 12 საუკუნეში გეიწვილები არ არსებობდნენ თუნდაც საქართველოს სამეფო კარზე როგორც ისტორიკოს უნდა იცოდეთ რას ნიშნავდა მამაკაცისთვის მამაკაცის დამორჩილება ისტორიულად წელს ქვემოთ. ეს არის წელს შორის ინტერვიუ შევაგროვე ფული ძირფოსტენ მოგროვებული ფილმ შემეძინა და შენ გახდი ძალიან პოპულარული. შიშველი მასულიყავი წელზევით მე მგონი აღარ იმუშავებდა. ახლა მერსი მოვიდა შიშველი წელს ქვემოთ. და მე მგონი მესამე გადაცემაში მოვა საერთოდ ტიპები. ეხლა არ ვიცი მოსკოვში გაშიშვლდა თუ არა, იმიტომ რომ იქ დაპირდა იმ ქალბატონს რომ მეო შემდეგ გადაცემაში საერთოდ შიშველი მოვალო და არ ვიცი ჯერ ერთი აი ამხელა მკრეხელობა ესე იგი რუსეთ შეურაცხყოფას აყენებს იქ რაღაცა ტიტულდება მე გამოდის რომ მე-12 საუკუნეშიო რაღაცა სამეფო კარზეო გეები იყვნენო ესე იგი ჩვენ მეფეებს შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს შეურაცხყოფას აყენებს რუსეთს მიმართ ესე რაღაცა გამოდის ერთსქესიანი ქორწინების ის არის და ეს ამას ესე იგი ბატონი დავით ცეცხლაძე რომელიც არის ჩვენი დიასპორის ხელმძღვანელი ამას იღებს ისე და ლაპარაკობს რომ ჩვენ გვესტუმრა მერსი და ისე ამას აცხადებს რომ თითქოს ესე იგი ამას ეს ესტუმრა რაღაცა მარია კალასი რა და ვიღაცა ესტუმრა დიდი ცნობილი პიროვნება და სათაყვანებელი და თან ნახე როგორც ცდილობს ამ არ ვიცი იქ მართლა იმ ზურაწერეთლის მუზეუმში მინდა უთხრა იმათ რომ იქ რაღაცა შეასხურეთ რამე რომ რაღაცა იქ დეზინფექცია ჩაატარეთ რა იქ შეიძლება იქ ხო და არა ეს პუტინის ზეგლია სხვათა შორის და ერთი რამე არის რა რომ ეს არის არ შეეფერება არ შეგვეფერება ჩვენ და მე არ ვიცი ბეტონო დავით თქვენ პრობლემები არ შეგეგვთათ მაგის გამო იმიტომ რომ ესეთ ადამიანებს ესეთ ეხა შეიძლება დღეს ეს ადამიანი სხვანაირად ფიქრობს სხვაგვარად ფიქრობს სხვანაირად ჯეროს მაგრამ ეს ხო რჩება კადრები ეს ხო რჩება ეს ყველაფერი მე არ ვიცი ამ ხამა ბოდიში მოიხადა ამ ყველაფრისთვის როდესაც ჩვენ სამეფო კარ შეურაცხყოფა მიაყენა როდესაც გატიტოლდა სახალხოდ ეხა იტყვის რომ მეო ეს შეიძლება თქვას რომ მეო თავქარიანი ვიყავი იმაშიო რა ქვია რაღაცაო მე რა ვიცი ეხა იმ სტუდიაში თქვა რომ მეო გაშიშვლებული მოვა შემდეგშიო და მან მოსკოვში შემთხვევით თქვენთან გაშიშვლდა სადღაც გაშიშვლდა კიდე თუ რა ხდება ვერ გავიგე რა ნახეთ ეხა მოსკოვში კარგი ქალები დადის კაცო და მანდამე მერი სულხანიშვილის გაშიშვლებას უნდა უყურო ეს ქალბატონი არის მერი სულხანიშვილი ის ქალბატონი რომელიც მაღაზიაში შედის აი 600 ლარი რო აქვს საცოდავ თანამშრომლებს აი მართლა რამდენჯერ ყოფილო არ და ზედმეტიც კიდე მიმიცია ღმერთმა იცის და აი რო უყურებ მაგათ სახეებს აი ამონათებულ სახეებს ამ ნიკორას თანამშრომლებია თუ ორი ნაბიჯი გული მიკვდება იმიტომ რომ დამლაგებელიც ეგ არის გამყიდველიც ეგ არის ეს ორი ნაბიჯი ბექაურის ხო და აი ნახეთ ეხა შედის იმაში რა ქვია მაღაზიაში შედის და ნახეთ როგორ ექცევა უბრალო საცოდავ თანამშრომლებს აი ეს ქალბატონი რა ქვია მერსი თუ რავი რაც აი ნაბიჯის სახელი და გვარი ხარ დაიარება საწყობის მიმდევრი რა ხდება ხარი საწყობის მიმდევრი რომ დაიარება ნაბიჯი არის ნაბიჯის სახელი გვარი საწყობის ნაბიჯი დაიარება მაგის სახელი და გვარი და რა მოხდა რა პრობლემა ხარი რა ზაგوارი ხარ შენ შენ რა გვარი ხარ? მე ნატალია ვარ, მითხარი. გვარიც მითხარი, ხო დავრეკავე ხო აი შენთან ნიკორაში და ხოლმე ვიღაცა ნატალია იდა, მისი მაუსიანი მაისური.
შენ იცისა შენ ვერ უყურებ შენს პრობლემა შეგიძლია ეხლა აერეთ შენ იცინება აი მაინტერესებს ესე იგი ეხა აი როგორ სიტყვებს ხმარობს ეხა ამ თანამშრომლ შენო იცი ვინა ვარ რომეო და ვინა ხარ შენ ვინა ხარ და აი ეს ხარ შენ აი რომელიც ტიტულდება სახალხოდ რუსეთი ოკუპანტია და აი ცეცხლაძე მაინტერესებს არა ერთი საცოდავი თანამშრომელი იმ ნიკორასის შეურაცხყოფას რო აყენებ რა მე არ ვიცი სად არის ეს პროფკავშირები სად არის ამის გამო პასუხი არ უნდა მოეთხოვოთ ამისთვის შედის იმ და შენო მე და სულ სიტყვას ეუნება შენო რა გინდა და ეს ადამიანი უნდა წარმოადგენდეს ეხა ვერ ნახა ამ ვიღაცებმა ამ სახელისუფლებო წრეებიდან რომ აი ეს ეხა მიყავს რაღაცა გადაცემები ამას როგორ უნდა დაუჯდეთ ხალხო ამ ჟურნალისტს მაინტერესებს ქალი რომელიც არის გეი აქტივისტი, ქალი რომელიც აი ესე ტიტულდება, ქალი რომელიც ქართულ სამეფო ოჯახს დავით აღმაშენებელს შეურაცხყოფას აყენებს და ამას ჩამოუჯდება ზოგიერთები და დაიწყებენ ჭკვიანური სիմპათით ლაპარაკს. და მიქ ეხლა ესე იგი გამოდის ეს ბატონი დავითი და თქვენ არიცითო ვინ ჩამოვიდა? ვინ ჩამოვიდა? ვის იღებთ? არაფერი, მე კიდევ ერთხელ სვამ რიტორიკულ შეკითხვას. ვინ გაგზავნა ეს ქალი მოსკოვში? თბილისიდან ხო გაუშვეს კაცო? ეხლა ვირით ხო არ წავიდოდა რა მოსკოვში. ჩარჯდა თვითვინა. არა ეს არის ქართული რუსული. ვინ გაუშვა? ეს გეტყვით მე ვინც გააგზავნა, ეს არის ქართული რუსული ურთიერთობების ესე იგი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩიხში მოქცევა, როდესაც ასეთი ადამიანებს უშვებ შენ ქართულ რუსულ ურთიერთობებს, მეტი კი არ უნდა იმ ნაცებს. გამოვლენ ესე და იტყვი, ვინ ლაპარაკობს ქართულ რუსულ ურთიერთობებზო, შეხედეთ. ვინ ლაპარაკობს ქალი რომელიც ტიტულდება რუსეთზეო შეურაცხყოფას აყენებს სამეფო ოჯახსო გეი აქტივისტი არისო იმიტომ რომ იძახის რომ ამათმავლობა უნდა დაკანონდესო შეურაცხყოფას აყენებს ყველას და აი ეს არისო ქართულ რუსული ურთიერთობებზე მოლაპარაკე ხალხიო ჩვენ მე იმიტომ ვარ ცოტა არ იყოს გაბრაზებული რომ ასეთ ხალხს რომ ბოდიში გააკეთებს ზოგიერთი აქცენტს და ამითი შეურაცხყოფას აყენებს იგივე იმ უამრავ ადამიანს ვინც ქართულ რუსულ ურთიერთობებშია ჩართული. აქ ჩვენ გვიწევს მართლა ტყვიების ზუზუნში მართლა მუშაობა, იმიტომ რომ ერთი ჩამოდით ბატონო დავით და თქვენ ერთი აი ამ ქართულ რუსულ ურთიერთობებზე აბა ილაპარაკეთ აქ თუ ილაპარაკეთ. თქვენ თვითონ იძახით რომ ეშინია ზოგსო სურათის გადაღება რომ ეშინია, წარმოგიდგენიათ აქ რა სიტუაცია ამ ქვეყანაში. და იმის მაგივრად მან ხმა აღიმაღლოთ იმაზე რაც ხდება ანტირუსული კამპანიის იგივე იმის მაგივრად ელაპარაკოთ საზოგადოებას იმიტომ რომ თქვენ კომფორტულ მდგომარეობაში ხართ რაც რუსეთს აქვს გაკეთებული საქართველოსთვის ამას დოკუმენტალურად ჭირდება ყველაფერზე ლაპარაკი კონცერტების და სიმღერების მეც არაფერს არ აქვთ იმასაც ხვის ხარჯზე კონცერტები და სიმღერები მე მოვისმინე იაროსლავში რო ვიყავი გაოგნებული დავჭი რუსებმა შექმნეს ესეთი ქსელური რესტორნების ქსელი ქვია მამუკა ხო და მამუკა ქართული სახელი და შევედი იქა რუსები მართავენ ამ აი მე ეგეთი აი ქართული სივრცე არ მინახია ქართული სიმღერა ქართული ცეკვა თვითონ ვინც ემსახურება ყველა ჩოხებში ახალუხებში სიმღერა თან ის ყვება ხო აი თვითონ პროდუქცია რო გასინჯავ თბილისში ვერ გასინჯავ ისეთ ხინკალს და მწვას და აი გეგონება რომ საქართველოში მოვიდა რუსები მართავენ ამას ყველაფერს და თქვენ მომისმინეთ საკმად რუსეთში იმდენად პოპულარულია ქართული სიყვა და ცეკვა სიმღერა თქვენს გარეშეც გააკეთებენ მაგას ქართული საქმე ცეკვები და სიმღერები არ არის მარტო და ესეთი ხალხი რომლებიც ჩამოდიან მან და აი რუსეთის რაღაცა ვითომ რუსეთთან დაკავშირებით ინტერვიუებს იღებენ არის პირიქით დისკრედიტაცია ამ საქმის რუსეთის ხელისუფლება რო უყურებს რომ ვისთან საუბრობს ბატონი დავით ცეცხლაძე რომელიც რუსეთ შეურაცხყოფას აყენებს როდესაც ქართულ მეფეებს შეურაცხყოფას აყენებს მე მაინტერესებს რა თქვენ რო თქვით იცოდა თუ არა თუ არ იცოდა უნდა იკითხო ბიძიკო უნდა იკითხო მე მინდა რომ ჩვენ დიასპორის ხელმძღვანელებს მივმართო რა იქნება იფიქროთ რომ რაღაც ახალი ხელმძღვანელი ავირჩიოთ მან თანამდებობაზე იმიტომ რომ ეს კაცი კიდევ ერთხელ პირველი არაფერს ხმას არ იღებს აქ ანტირუსული გამოდილებები როა საქართველოში ერთი რეზოლუცია არ მიუღია სადღაც Facebook-ზე ჩართვით თუ თქვა ისა ამდენი ორჯერ გაიმართა ფორუმი
და ხალხი ითხოვდა მისგან რომ მოდი რეზოლუცია მივიღოთ რომ საქართველოში არის ანტირუსული გარემო არ მიიღო. მეორე გარშემო ყავს ბიზნესმენები და ერთი ფილმი, ერთი წიგნი არ დაწერა იმაზე რომ თვითონ კი არ ქონდა მაგის შეიძლება ნიჭი და თავისი უნარი, მაგრამ უამრავი ადამიანი რომელსაც შეუძლია ამ კუთხე რომ დაეწერათ რაღაცა რომ იგივე მანდ რუსეთშიც არის დიდი პრობლემა თქვენ რო იცოდეთ 80% თუ არა 70% ნაცები არიან რუსეთში. და ეს ყველამ კარგად იცით, არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ესეა. ხო, იმიტომ რომ ხო, არა, ეს ცეცხლაძეც ახლა სიმართ მეც ეჭვი მეპარება, იმიტომ რომ ჩვენ რამდენჯერ ვცდილობდით, აი ხა ტრიბუნა, მას ახლა ტელეკომპანია იმედი არ ჩართავს, თავარი არ ჩართავს და არავინ არ ჩართავს, არც ერთი ტელევიზია არ ჩართავს დავით ცეცხლაძეს. იმიტომ რომ ეს კაცი არის რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი. ერთადერთი ვინ შეიძლება ჩართოს ჩვენ ვართ ეს. და ვეუნები მოდი ტრიბ და რატო არ თანამშრომლობს იცი ჩვენთან? იმიტომ რომ ზუსტად ეგ არის ნაცები ყავს გარშემო და ეხა იქ დისკომფორტი არ შეექმნას. ბატონო დავით, თქვენ თუ ბოდიში გინდათ რომ პოპულარული იყოთ გეი აქტივისტებში, სუბუქი ყოფაქცევის ქალებში, საქართველოს მოძულე ადამიანებში და ნაციონალებში ღმერთმა შეგარგოთ ეგ ტიტული. ღმერთმა შეგარგოთ. თქვენ როგორც მან დაგნიშნეს, ისე გადაგირჩევენ, მუდმივი არაფერი არ არის, მაგრამ ქართული საქმე აკეთებთ. კონცერტებს და სიმღერებს რუსები აწყობენ, თვითონ რუსები და სხვა ეთნიკური ჯგუფები, რომ ქართული სიმღერი და ცეკვით ყველა იხიბლება. თქვენ აკეთეთ საქმე და აქ რუსეთის და საქართველოს წევრებს ნუ ჩაყავთ იქა და მე კიდე საქილიკოდ ნუ აქცევთ მაგ რუსულ-ქართულ ურთიერთობებს. მან და არის ხალხი ვინც მუშაობს რუსულ-ქართულ თემაზე დღე-დაღამე თავი აქვს გადაკლული და თქვენ რას აკეთებთ მაინტერესებს რას? გატიტულებული ხალები ჩაყავთ რუსეთში ბოლო-ბოლო გაგიკვირდათ რომ რაღაცა არის ისინი რა ქვია სტრიპტის ბარები არის და შედი და თუ გატიტულებული ხალი გინდა ნახეთ იქ ბოლო-ბოლო. რა უბედურება ეს ვერ გავიგე ყველგან სექსი და ყველგან უბედურება როგორ შეიძლება ამას სხვა მუღამი აქვს მაინც ის აი ჩაცმული რო ჩავიდა მე არა იცი რა არის ყველაზე სასწაული არის ის რომ აი საიდანაც უნდა მოდიოდეს ყველაზე ისეთი სიძლიერე ამერიკაში რო ცხოვრობენ ეხლა იქ აი ნაცები ესე იგი როგორი ზურგი არის იმ ნაცებისთვის ვინც აქ არის ეს კაცი იმის მაგივრად ამ ქართულ-რუსულ თემატიკაში იყოს ლოკომოტივი პირიქით არც თანამშრომლობაზე ფორუმს ატარებს რაღაცა შეკრიბავს იქა იმას არ გეტყვის რომ მოდი ჩვენ აი თქვენ გააშვი ეხლა არც ერთი ორგანიზაცია არც ერთი ტელევიზია მაგას არ გააშუქებს ჩვენი და ტელეკომპანია სოლიდარობას გარდა ვინც ქართულ-რუსული ურთიერთობებზე მუშაობს ასევე ალტიფოც გააშუქებს დარწმუნებული ვარ მე ამ თემას და ბიჭო ამათთან თანამშრომლება მე ხო არ ვიცახი მარტო ჩვენთან თანამშრომლობთ კი და მერსი სულხანიშვილთან რო გინდა ურთიერთობა ბიჭიკო მერსი სულხანიშვილი არის პირიქით ანტიპიარი ეხლა ამას უყურებს უამრავი ადამიანი ნაციონალი სიცილით იგუდება რომ ესე იგი ნახე თან გამოწყობილი ჟანვარ კოსტუმი და ისა რა ანუ რო ვის ხდება და რა დონია მოკლედ რომ მერსი სულხანიშვილის ხდება და რაღაც ისტორიულ პერიპეტიებს განიხილავენ ნუ ანუ აქ უკვე ყველაფერი დამთავრებულია რა ამიტომ ეს ყოველივე მართლაც წარმოუდგენელია თქვენ სწორედ აღნიშნეთ რა რომ დიასპორა ყოველთვის აზრი და სულისკვეთება ის არის დიასპორის რომ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ ყოველთვის ოდესაც ქართველი ხალხი მე ნამდვილად არ ვიტყოდი და დახმარება სჭირდებათ და ნუ რა ვიცი დღეს მე არ ვიტყოდი ამას მაგრამ იცით რა არის ამ კაცთან მე ვერ გავხდი ვერაფერს იმიტომ რომ მინდა რომ აი რაღაცა გამოსულიყო ელაპარაკა ჩვენი მაყურებელი რუსეთშიც არის საქართველოში და ამას მარტო მერსისთან და გატიტულებულ ხალებთან უნდა ურთიერთობა ღმერთმა შეგარგოს გენაცვალე ღმერთმა გატიტულებული ხალხი შენ აუდიტორიასთან არ გიდა ლაპარაკი რამდენჯერაც ჩვენ დავიწყე ხან არცალია ხან ისა და კონცერტების იქ კონცერტმეისტერები ყავთ მაგ იქა რა ქვია ბრაუმეტექს რა შეჭirdება შენი რეკლამა მაინტერესებს ან სოსო პავლიაშვილს რა შეჭirdება შენი რეკლამა და მე მიუმართავ ამ დიასპორის ხელმძღვანელებს რომლებიც რეგიონალურები არის მიხედეთ საქმეს მიხედეთ რა სირცხვილია რა სასაცილოდ უაგდებინებთ ყველას თავს არ ეკუთვნის რუსეთში მცხოვრებ დიასპორას ასეთი ხელმძღვანელი არ ეკუთვნის ეს კაცი უნდა წავიდეს და მოვიდეს ვიღაცა ღირსეული იქა არ შეიძლება ამ კაცი და თქვენ თუ გონიათ ეხა რუსეთის ხელისუფლება ამას შეხვდება ისე რომ აი რუსეთის მაგინებლებს ესე იმითი რაზმახამ რასაც ქვია ხვდებით და ანცდებით რა მაგრამ ამას იმიტომ აკეთებს ეს კაცი რომ ნაციონალების გარემოცვაშია სულ რომლებიც ვერ იძახიან ამას მაგრამ ჩვენ ხო კარგად ვიცით და თუ გაბედავთ კიდე რაღაცის თქმას ბატონო დავით
ეს იყო ჟურნალი, მიიღებთ კინოს. თქვენ შესახებ. კინოს მიიღებთ.